მე ძალიან გამიჭირდა ამ ყველაფრის კიდევ ერთხელ მოსმენა სიმართლის, რომელსაც ომში დაღუპული გმირების მშობლები ამბობდნენ დღეს და გვიმეორებდნენ თქვენც ასე გახსოვდეთო და რეჟიმის წარმომადგენლების რომელთა განცხადებები იდენტური იყო პუტინის განცხადებების. თქვენ რა გაქვთ სათქმელი დღეს? რა თქმა უნდა, სამწუხაროა ამის მოსმენა უკვე რამდენი წელი არიან ხელისუფლებაში 12 თუ მეტი თუ 14 მე 14 და ამას რაც მთელი დღე ჩაატარეს ბოლოს თქვენ თვითონაც აღნიშნეს რომ მიიღეს მოწონება მედვედევისგან რომელიც განსაკუთრებულად აგრესიულად გამოირჩევა ეხლა უკრაინის წინააღმდეგ და მანამდე საქართველოს წინააღმდეგ იყო აგრესიულად გამორჩეული პოლიტიკოსი, ხო? და რა თქმა უნდა მიიღეს ის შექება დანარჩენი ამ სამარცხვინო ხელისუფლებას არ აინტერესებს რა სიტყვიან 2008 წლის მებრძოლები, რა სიტყვიან აქამდე 91 და 93 წლის მებრძოლები, როგორ უვლიან გვერდს და ცდილობენ გადააბრალონ კონკრეტულად ნაციონალურ მოძრაობის ხელისუფლებას, ცდილობენ გადააბრალონ წარსულ მთავრობას. მე ესეთი რამე რო გამეგო მაგალითად მოქმედი ხელისუფლებისგან იმ დროს როცა მსახურობდი და ეთქვა რომ აფხაზეთში ყარყარაშვილის და კიდე კიტოვანის ბრალი იყო აფხაზეთის ომის დაწყება ან სამხრეთ ოსეთის დაკარგვა სამაჩაბლოს რეგიონის, ხო? მე გამოვიდოდი და გამოვხატავდი ამას ღიად და ვიტყოდი რომ ეს ხელისუფლება იყო რუსული რა. რატომღაც დღევანდელი კონკრეტულად ეს ვეტერანთა ხელმძღვანელობა დადის წყალდაგუბებული და არაფერს იზახის იმისას რომ ეს არავის ბრალი არ იყო, ეს იყო გეგმა ზომიერი თან პუტინის აღიარებული პუტინის პირადად აღიარებული გეგმა, რომელიც მან თვითონ თქვა 2006 წელს იგეგმებოდა ეს ყველაფერი. არავინ არ გამოდის არ იძახის იმას რომ ეს ყველაფერი აფხაზეთის ჩათვლით იყო გეგმაზომიერად განხორციელებული რუსეთის შეერაგული ძალების მიერ. სამწუხაროა ის რომ ეს ადამიანები კიდევ არიან ხელისუფლებაში. ამ ადამიანებმა მიიტაცეს ხელისუფლება და რა თქმა უნდა დღეს ყველა იძახის რომ ეს არის არალეგიტიმური ხელისუფლება. მაგრამ მწარე რეალობა ის რომ მათ შეუძლიათ კიდე ჩასვან ჩვენი მოქალაქეები, საქართველოს პატრიოტები, ყავდეთ ციხეში ჟურნალისტები, ყოფილი პრეზიდენტი, ის ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ამ ყველაფერს და უკვე იქამდე მივედით რომ ამ განცხადებების მერე მიიღეს სამადლობელო მედვედევისგან. მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად შეიძლება ითქვას რომ პირველად განაცხადა ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ეგრეთ წოდებულმა პოლიტიკოსმა ქართული ოცნებიდან რომ რუსეთი იყო აგრესორი. რაღაც კონკრეტულად თანამდებობის პირებს წამოწდათ ეს და მერე ამ წამოწდენის მერე იძახიან იმხელა ტყუილს და იმხელა სისულელეს რომ აბათილებენ ყველაფერს ერთად. მე მინდა გითხრათ ის რომ 2008 წლამდე როგორც სამაჩაბლოში ასევე აფხაზეთში იყო სამარცხვინო მდგომარეობა იმ მხრივ რომ იტაცებდნენ ვისაც კი ჩათვლიდნენ მოსატაცებლად აფეთქებდნენ ვისაც კი ჩათვლიდნენ გაისროდნენ უმისამართოდ და ძირითადად ესე იგი ნაღს 82-იანს ან 120-იანს ჩამოაგდებდნენ ჩვენ სოფლებში, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებდით და ბოლოს პიკი იყო, როცა მათ 2008 წელს 6 აგვისტოს ავნებში მოაქციეს
სამშვიდობო ბატალიონის ერთ-ერთი ქვედანაყოფი ალყაში. ეს იყო ყველა ზღვას გაცელილი მათი თავხედობა. რა თქმა უნდა, მე ვიხსენებ ამ დღეებს როგორც ერთ-ერთ საამაყო დღეებს, მე მახსოვს ყველა ოფიცერი, ვინც ჩემთან ერთად იბრძოდა, მე მახსოვს ჩემი ხელმძღვანელობა, მე მახსოვს ყველას გაცემული ბრძანება და ყველას მოქმედება. და მე ვამაყობ, რომ მაშინ იყო ერთსულოვანი საქართველოს მოსახლეობასთან ერთად და ჩვენ გაუძელით ამ დიდ აგრესიას, რომელიც მოდიოდა რუსეთის მხრიდან. ბატონო გიგი, აქ ძალიან მნიშვნელოვანია თარიღის თემა. 7, როცა ომი დაიწყო, როცა რუსეთის ფართომასშტაბიანი შემოჭრა საქართველოში დაფიქსირდა, როკის გვირაბით 7-ში უკვე შემოსული იყო რუსეთის რეგულარული არმია. ამას აღიარებს მთელი ცივილიზებული სამყარო, საქართველოს ყველა პარტნიორი ქვეყნის საელჩომ გუშინ გაავრცელა განცხადება ზუსტად ომის დაწყების თარიღზე. მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმი და პუტინი იმეორებს დაჟინებით ერთი რუსულ და მეორე ქართულ ენაზე, რომ რუსეთი შემოვიდა 8-ში. აი ეს დღეები მინდა რომ გაიხსენოთ თქვენ, როდის შემოვიდა რუსეთის რეგულარული არმია საქართველოში, ეს დადასტურებულია ყველა საერთაშორისო ტრიბუნაზე, უბრალოდ მათ გასაგონად ვისი ტვინის არევასაც აქ კვლავ ცდილობს ივანიშვილის რეჟიმი. და აქ ერთი საგულისხმო მომენტია, რაც ყველამ უნდა იცოდეს, 2024 წლიდან ცვლის ჩვენებას საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებებში, თორემ 2024 წლამდე 7-ში იყო განცხადებები. 2024 წლიდან იწყება 8 გამოცხადებად, ასე ვთქვათ, აგვისტოს ომის თარიღის. 2024, როცა ბევრი სხვა განცხადებაც გაკეთდა და გავიხსენოთ კობახიძის უარი ევროინტეგრაციაზე. ანუ 24-ში რაღაც არსებითად იცვლება, საქართველოს უნდა გადავიდეს რუსულ ნარატივზე და პროპაგანდაზე მთლიანად. აი რაღაცა ეს ეტაპია. 7 აგვისტო. აი მინდა ეს გაიხსენოთ. მე მესმის რომ ალბათ გმირების ოჯახებიც გვიყურებენ ახლა და მათაც მობეზრდა აი 7-ის და 8-ის რკვევა, როცა მათი ოჯახის წევრმა ყველაზე ძვირფასი სიცოცხლე შეწირა და 18 წლის თავზე კვლავ ესაა სამტკიცებელი, მაგრამ მაინც არ ვიცი, ზეც სიმართლე გითხრათ, არ ვაკვირდები ესე დეტალებს, რატო იძახიან ესენი 8-ს. ალბათ საქართველოს დაიწყო შეტევა მძინარე ცხინვალზე ბრჭყალებში, ანუ მიხეილ სააკაშვილზეა საუბარი და მერე უპასუხა რუსეთმა შემოსვლითო. ეს არის რუსული ვერსია, რომელსაც იმეორებდა დღესაც მათ შორის ივანიშვილის რეჟიმი. რა ვიცი, ახლა ძალიან არ სურს მათი კომენტირება და ძალიან სამორწმუნო 8-ში და პირადად მე დამეღუპა ბატალიონის მეთაური, დაიჭრა რამოდენიმე ასეული ადამიანი. 7-ში იყო პირველი შეტაკებები, 7-ში უკვე ისინი იმყოფებოდნენ ცხინვალის მოსადგომებთან, 8-ში პირდაპირ ცხინვალთან და ცხინვალის მისადგომებთან და ჩემი მართულებაზე იყო მძიმე ბრძოლები და რა თქმა უნდა ისინი უკვე 6-ში იმყოფებოდნენ, რაღაც ნაწილები უკვე მანამდე იყვნენ შემოსული და საერთოდ ცხინვალის ხალხის ევაკუაცია მოხდა, რა ვიცი, აღარ მახსოვს რიცხვები. მანამდე, ხო, ეს რუსული არხები ამას აჩვენებდნენ, როგორ გაყავდათ მოსახლეობა რუსებს, ასე ვთქვათ, გარეთ, ცხინვალს გარეთ და ხალხი კითხულობდა რა ხდება მან საქართველოში, რისთვის ემზადებითო და რისთვისაც ემზადებოდა პუტინი ძალიან ცხადი იყო. ნუ ცხადი იყო თვითონ განაცხადა ესენი რას ბოდიში და რას ბლუყუნებენ ამას ამნიშნულობა ყარე რომ საქართველოს ოკუპაცია მოხდა 2012-ში ახლა ძალიან სამწუხაროა ბევრისთვის ამ თარიღების ხსენება, მაგრამ 2012-ში გადაფორმდა საქართველოს რუსეთზე მოვიდნენ რუსები შეფარული ევროპული ყაიდის ოპოზიციონერებით ახლა ამას უკვე თქმა აღარ ჭირდება და გამეორება როგორ შეიძლება მე ახლა იცით რა გამახსენდა 2009 წელს რუსებმა გადაიღეს ფილმი 0808 აი ესე დაარქვეს რაღაცა და რაღაცა თითქოს აი ამ ფილმზე აწყეს ახლა თავისი უსუსური რეალობა და ნუ რა თქმა უნდა ალბათ რუსული
სუსტრავიცი ხალისის გასაფენად ლაქიები არიან ახლა რასაც რუსეთი ეტყვის იმას აკეთებს არის რუსული ხელისუფლება ჩვენ უნდა გავაგზავნოთ მათთან წინააღმდეგობა ჩვენ უნდა გაუწიოთ ბოლომდე წინააღმდეგობა მათ რომ ესენი ამათმა პასუხი აგონ ასევე ეგრეთ წოდებულ სამარცხვინო კომისიაზე წულუკიანმა რო შეკრიბა და ყველას ჩამოუწერა ვირას იტყოდა და ვირას განაცხადებდა და ვირა ფორმით მოვიდოდა და ვირას იტყოდა წინასწარი სცენარი ისიც იყო საამებლად და სალაქიოდ გაკეთებული კომისია ხო ახლა ის კომისია იყო ჩემთვის ყველაზე სამარცხვინო ესე იგი მაინც მომიწია ამის ყურება და ამ ყველაფრის ნახვა და როგორ იქცეოდა თან ეს ხალხი ყველა მახსოვს მე და ყველა მახსოვს როგორ მდგომარეობაში იყო და ვინ რას აკეთებდა და ზუსტად მახსოვს ყველაფერი იმიტომ რომ რამოდენიმეჯერ მომიწია მეც ამ ყველაფრის დეტალურად ახსნა და რა თქმა უნდა არის ამის ჩანაწერები ყველაფერი როგორ მოქმედებდით და ვისი ბრძანება და ვინ რას ასრულებდა და მე იმის მერე რაც ამ სამარცხვინო კომისიას უკვე იქ როგორ გამოიყვანეს როგორ ცდილობდნენ დაეგნინებინათ იმ დროინდელი ხელმძღვანელობამ ახლა თავისი საუბრებით ხო რა თქმა უნდა ეს იყო სამარცხვინო და იქ ეს იყო ძირითადი მოტივი იმისა, რომ აი ჩაატარეს ეგრეთ წოდებული რაღაც დროებითი საგამოძიებო კომისიამ ჩაატარა რაღაც გამოძიება და დაასკვნა, რომ ჩვენი ბრალია. ნუ ამაზე მეტი სამარცხვინო, ხო, ისინი ეხლა 2008 აგვისტოს იტყვიან თუ 2009 აგვისტოს, აი ეს იყო ყველაზე სამარცხვინო საგამოძიებო კომისია, რომელსაც მე ვუყურე და რომელსაც დოკუმენტირება მოახდინა იმ ტყუილის პრინციპში და პროპაგანდული ვერსიის, რომელიც სურდა რუსეთს და რომელსაც ვერ მიაღწია ვერც ერთ ჯერზე, ვერც საერთაშორისო ტრიბუნალზე და ვერც საერთაშორისო პარტნიორებისგან იმის თქმას, რომ მაშინდელი მთავარსარდლის ბრალი იყო თურმე, ესე იგი რუსეთი რომ შემოიჭრა საქართველოში, რუსეთი პასუხად შემოვიდაო, ამას ამტკიცებენ დღემდე, ესე იგი საქართველოს საკუთარ ტერიტორიაზე დაუწყია ომი მათი ვერსიით, უფრო სწორედ რუსული ვერსიით, რომლის გამყარებასაც ეს ხო იგივე ხალხია, რომელიც იძახის, რომ ზელენსკი რო არა, ომი არ იქნებოდა და არ ვიცი, ხა უკრაინაში მეტი ვინ უნდა ერჩია უკრაინელ ხალხს, რომ ომი არ ყოფილიყო, ყოფილი მსახიობი, ყოფილი კომიკოსი, რა ვიცი რა. ხო და აი ახლა ეს ლაქია ხელისუფლება ეძახის, რომ ზელენსკის ბრალია, ზელენსკის რა ბრალია, ეს იყო დაგეგმილი და ეს იყო გეგმის ნაწილი ამას იტყვიან რუსეთის შეერარებული ძალების წევრები დრო დადგება და იტყვიან ზუსტად რომელი გეგმის ნაწილი იყო რომელიც აი კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ თქვა პუტინმა რომ ეს ჩვენი გეგმის ნაწილი იყო 2007 წლის თუ 2006 წლის ბოლოს დაახლოებით ესეთი თარიღები თქვა მან და ამ ყველაფერს ესე იგი აიგნორებენ ყველაფერს აკეთებენ იმისათვის რომ ეს იამუნოს რუსეთის ხელისუფლება, იმიტომ რომ არიან თვითონ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოში და ეს არ არის ქართული ოცნება, ეს არის კრემლის ოცნება და კრემლის ლაქია წევრები არიან წარმოადგენლები, იმიტომ რომ კრემლის დონეც არ არიან ესენი არიან მონის მონა ლაქიები. და აქვე უნდა ვიკითხოთ წინააღმდეგობაზე, რომელიც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა მაშინ გაუწია რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, გაძლო შეიძლება ითქვას, წინააღმდეგობის გაწევა იყო ძალიან თვალხილული და თქვენი მხრიდან დანახული ეს ეროვნული გმირების ოჯახებსაც რომ ვუთხრათ, რას გაუძლო მაშინ საქართველომ და ის რომ არ გაიქცა მაშინ სააკაშვილის ხელისუფლება, ისევე როგორც არ გაიქცა ზელენსკი და დარჩა ადგილზე, რაც ძალიან უნდოდა ორივე შემთხვევაში პუტინს. სააკაშვილი ხშირად ამბობს, რომ მას არ აპატიეს ის, რომ არ გაიქცა და არ მიატოვა ქართველი ხალხი, სხვა შორის მას დღეს განცხადება აქვს ასეთი, ყოველი წლის 8 აგვისტოს ეს რუსების თარიღია, ომის სინამდვილეში ბევრად ადრე დაიწყო, წერს სააკაშვილი, რუსეთზე საქართველოს გამხარებელ მოღალატეთა მახინჯი ბანდა გვიტარებს ღალატისა და ერის და გმირების შეურაცხყოფის რიტუალს მუხად გვერდში. ყოველ
ყოველ ჯერზე მათი იქ მისვლა და თავისი ბინძური ფეხებით გმირების საფლავის ატალახიანება გვახსენებს, რომ კიდევ ერთი წელი მოვითმინეთ მოღალატე ყაჩაღთა პარპაში. კიდევ ერთხელ მივუშვით გმირთა საფლავზე. კიდევ ერთხელ ვათრევინეთ ტალახში ჩვენი ქვეყნის სახელი და დავაკნინეთ ქართული ხალხის გმირობა. ეს ღალატი, ეს სირცხვილი, ეს რუსული ტალახი უნდა დავასრულოთ, თუ არა მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ქვეყანა კიდევ იარსებებს მათი შემდგომი მისვლების დროს, წერს სააკაშვილი. რუსეთი, რომელიც არ ელოდა წინააღმდეგობას ასეთს და საქართველოს და კიევის შემთხვევაშიც იყო იმედად, რომ ხელისუფლება გაიქცეოდა. მე მინდა გითხრათ ერთი რამ, რომ ეხლა 2022-ში დაწყებისას მთელი ევროპა გაერთიანდა უკრაინის მხარდასაჭერად. ჩვენ დროს ეს არ იყო. ჩვენ დროს გვეძებდნენ ჩვენ დამნაშავეებად ზოგიერთი ქვეყანა და არ იყო ის ერთობა, რომელიც ახლა არის უკრაინის მხარდასაჭერად. მაშინ იყო სამარცხვინო ხელისუფლება ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, რომელმაც თავი შეიკავეს, დაიწყეს იქ რაღაცა განცხადებები. აქ კიდე პირდაპირ რამოდენიმე თვეში უკვე იყო ევროპული შეერაღება. რამოდენიმე კვირის მერე შემოვიდა ამერიკული შეერაღება. პირდაპირ შემოვიდნენ ის სამხედრო ოფიცრები, რომლებიც პირდაპირ იძლევიან და იძლევოდნენ ინფორმაციას რუსეთის ქვედანაყოფების გადაადგილების შესახებ. აქ შეიქმნა ეს ეგრეთ წოდებული გაერთიანებული შტაბი, რომელიც მართავდა ოპერაციებს და მოვიგერიეთ ესე მთელი დიდი ქალაქები და მთელი დიდი ოლქები და რეგიონები. ჩვენ შემთხვევაში ეს იყო ისეთი სწრაფი მოქმედება, რომ არა საქართველოს შეერაღებული ძალების მოქმედებისა იქ მე პირადად მახსოვს როგორ მომიყვანეს ჩვენ პირველი რუსული ტყვეები, როგორ მოიტანეს რუსული პასპორტები, რომელიც იყო ზნაურის რეგიონში, როგორ მოხდა მოგერიება დიდი ქვედანაყოფების, როგორ მოქმედებდა სახმელეთო ჯარები, როგორ მოქმედებდა საარტილერიო ქვედანაყოფები, რომელმაც გააჩერეს დიდი კოლონები, როგორ მოქმედებდა საჰაერო თავდაცვა, როცა პირველად ისტორიაში იქნა ჩამოგდებული სტრატეგიული ბომბდამშენი Tu-22 და კიდე რამოდენიმე თვითმფრინავი და რამოდენიმე ათეული თვითმფრინავი კიდე დაშავდა, ანუ მაინც დაჯდა, მაგრამ იყო დაზიანებით დამზდარი უკან გადაფრენილი. ჩვენ ამ ყველაფერმა მოგვცა იმის საშუალება, რომ იმ კონკრეტულ პოლიტიკურ გუნდს, რომელიც მაშინ მართავდა შეერაღებულ ძალებს, ქვეყანას და რა თქმა უნდა შეერაღებულ ძალებსაც მიეცა დრო და საშუალება იმისა, რომ ჩამოსულიყვნენ პრეზიდენტები უკრაინისა და პოლონეთის და ბალტიისპირეთის და რა თქმა უნდა მათი პირადი დამსახურება ის, რომ რამოდენიმე დღეში საზღვაო ძალები ამერიკის შეერთებული შტატების მოადგა ბათუმს და პირველი ჰერკულესი დაждდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა ერთად იმოქმედა და ეს რუსული აგრესია და ოკუპაცია შეჩერდა, თორე რა თქმა უნდა, მას ექნებოდა იგივე გაგრძელება, როგორც სამწუხაროდ გრძელდება უკრაინაში. და ეს არის დიდი განსხვავება. ეს არის ძალიან დიდი სხვაობა, რომ აი შეუარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ რამხელა სხვაობა იყო მაშინდელ სიტუაციას შორის და დღეს 22 წელს უბრალოდ 4 წლის უკან როცა დაიწყო აქ ფართომასშტაბიანი შემოტევა. მაგრამ აქ მინდა გითხრათ, რომ აქ უკრაინის წარმატება არის პირდაპირ წარმატება საქართველოს გაერთიანებისა, აქ წარმატება არის ფარდის ახდა საქართველოში. დღეს
მომიწია ყურება კომენტარზე, წამოწვათ ბრუკულით, მაგრამ წამოწვათ, რომ რუსეთმა მოახდინა ოკუპაცია, მანამდე ამას გაურბოდნენ. წამოწვათ რაღაცა, წამოწვათ, იმიტომ რომ ხვდებიან, რომ რუსეთს არა ძალიან კარგად საქმე. რუსეთი არის ჩრდილო კორეის დახმარების იმედად დარჩენილი. და თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ჩინეთიც ბოლომდე მხარს არ უჭერს და ბევრ რამეში არ ეხმარება. და დარჩა მხოლოდ ერთი ქვეყნის იმედად. და იციან, რომ საქართველოს აუცილებლად მოადგება სიმართლის კარავანი და ყველას მოეკითხება ყველა ნამოქმედარი, რაც მათ განახორციელეს ბოლო 14 წლის განმავლობაში.